თუ ქალი პირველი არ გწერს, თუმცა შენს მინაწერზე ყოველთვის გპასუხობს, გილოცავ მეგობარო, საქმე გაქვს ქალთა ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ და ყველაზე მზაკრულ ტიპაჟთან. თუ შენ ვერ მიხვდები მისი თამაშის არსს, ვერც ვერასდროს მოუგებ მაგ თამაშში. სულ თავიდან ის ძალიან მარტივად გეკონტაქტება. შენ კი მაგ დროს ფიქრობ, რომ ყველაფერი კარგად მიდის რა მაგარიაო. და უცებ ის იწყებს ინიციატივის მოკლებას. ასეთი ტიპაჟის ქალების ქცევის მოდელის სამნაირი ალგორითმი არსებობს. თავიდან ამოიღებს ჯიბიდან შოკოლადს და გასუნინებს, რომ მოგინდეს და დორბლი მოგივიდეს. შემდეგ კი რა თქმა უნდა არ გაძლევს და ისევ ჯიბეში იდებს. ფსიქოლოგიაში არსებობს ასეთი გაგება, როგორიცაა კოგნიტური დისონანსი. მთელი შინაარსი იმაშია, რომ ჩვენ კოგნიტური დისონანსი გვემართება მაშინ, როდესაც ვიღებთ ურთიერთსაპირისპირო სიგნალებს. მაგალითად, ქალი გეუბნება, რომ ძალიან სასიამოვნოა შენთან საუბარი, ან პირდაპირ გეუბნება ძალიან მესიმპათიურებიო. მაგრამ მაგის მიუხედავად პირველი არ გწერს, ან ძალიან იშვიათად გწერს. ეს არის ურთიერთსაპირისპირო ქმედება, რომელიც შენს ტვინს ანგრევს და შენს ძარღვებში ჰორმონალურ კოქტეილს იწვევს. მისი გამოთქმული სიტყვების შინაარსი და მისი ფაქტიური ქმედებები არ ემთხვევა ერთმანეთს. და შენ ვერ ხვდები, რა უნდა მას. მან შეიძლება შენი ფოტოები ალაიქოს, მაგრამ პირველი გამარჯვებასაც კი არ გწერს. თუ მოგწერს, მაშინ შესახვედრად არ მოვა. ან შეხვედრაზე რომც მოვიდეს და რომც პირდაპირ აღიაროს, რომ შენ მას მოსწონხარ, მაინც დაგასტოპებს და მხოლოდ ლოყაზე გაკოცნინებს. ის შენ მწვანეს არ გინთებს, თუმცა არც პირდაპირ არ გახვევინებს. ამ ყველაფრის საფუძველზე შენ გინარჩუნდება წარმატების შანსის ილუზია. ეს შეგვიძლია შევადაროთ, როდესაც კომპიუტერზე რაღაცას იწერ, უკვე 99%-მდეა მისული, მაგრამ გაჭედა. არც იქეთ მიდის და არც აქეთ. და რაც უფრო დიდი ხანი ელოდები და ითმენ, მით უფრო უარესია შენთვის. სიჩუმე, დაგვიანებული პასუხები, ინიციატივის დეფიციტი, გაურკვევლობა და უიმეც არ ვიცი რა მინდა, არ ვარ დარწმუნებულისნაირი ტექსტები. ეს ყველაფერი არ არის შემთხვევითი. ეს ყველაფერი არის შენი ინტერესის აქტივაციის საკმაოდ წარმატებული და პრაქტიკაში ბევრჯერ გამოცდილი ფსიქოლოგიური მეთოდი. ხოლო მისი ის საყვარელი სმაილები, კეთილმოსურვე პასუხები და სათნო ღიმილი არის იმისთვის, რომ შენ მოგათვინიეროს. შენ ხარ მისთვის ლეკვივით, რომელსაც დამჯერობისთვის პატარ-პატარა ლუქმებით აჯილდოვებს. შენ მისგან იღებ არაფერს, ის კი მაგ ყველაფრის მეშვეობით საკუთარი მნიშვნელობის შეგრძნებას იმაღლებს. შენ სწორად უნდა ხვდებოდე მის რეალურ შინაგან მოტივაციას და დაკვეთებს. ასეთი ტიპაჟის ქალს არ უნდა არც კონტაქტი და მით უმეტეს არც ურთიერთობა. მას უბრალოდ მამაკაცთა ყურადღება სჭირდება. მისი პრიორიტეტული სამიზნე არის, რაც შეიძლება მეტი მამაკაცის მოზიდვა. და მოზიდვა ისე, რომ ისინი მასზე აფანატებდნენ, მასზე რომ დორბლი მოსდიოდეთ. შემდეგ კი მათ ბოლომდე წურავს და ყველა იმ სასიყვარულო ემოციას შავი ხვრელივით შთანთქავს და მაგით იკვებება. თავისთავად შენ მას მასეთი ერთი არ ჰყავხარ. ის არის სერიული მანიპულატორი. თუმცა სხვადასხვა მამაკაცთან სხვადასხვანაირად იქცევა. ეს მომენტი შეგვიძლია თევზაობას შევადაროთ. როდესაც თევზი წამოეგება, ჩვენ შეგვიძლია ეგრევე მოვქაჩოთ. ან დაველოდოთ, სანამ კაუჩს შიგნაწლავებამდე ჩაყლაპავს. სხვა სიტყვებით რომ ავხსნათ, რაც უფრო მნიშვნელოვანი პერსონაჟი ხარ მისი ემოციური დაკვეთებისთვის, მით უფრო ღრმად ჩაგაყლაპებს მაგ კაუჩს, რომ კარგად მიეჯაჭვო. ანუ თუ შენნაირი ტიპი მის გარშემო ბევრი არ არის, მაშინ შედარებით უფრო მეტად იჩენს შენს მიმართ ინიციატივას. მისი შინაარსი არ იცვლება, იგივე მოტივი ამოძრავებს. ცოტას დაგიახლოვდება, საინტერესო ფოტოს გამოგიგზავნის და ცოტა ხნით გულწრფელ საუბარშიც კი შეიძლება შემოვიდეს. მაგრამ თუ შენ რიგითი კალმახი ხარ და რამდენიმე საათში შეუძლია შენნაირი კალმახებისგან მთელი თევზის ფერმის მოწყობა, მაშინ შენთან ცერემონიებს დიდად არც დაიწყებს. თქვენი კომუნიკაციის დასაწყისში შენ მისი ყურადღების რამდენიმე ნამცეცს მიიღებ ავანსად, მის ღიმილს და რამდენიმე სმაილს. მორჩა, მეტი აღარ გეკუთვნის. ის უბრალოდ დისტანციაზე გავა. შენი ტვინი ვერ იგებს რა სტატუსი გიკავია მისი უდიდებულესობის წინაშე. შენ არ ხარ მასთან, მაგრამ არც უცხო ხარ მისთვის. შენ პირდაპირ არ დაგახვევინეს, მაგრამ არც პრიორიტეტული სტატუსი არ მოგანიჭეს. და რაც უფრო მეტად ხარ მაგ გაურკვევლობის ხაფანგში, მით უფრო მკვეთრად ქოქავს შენი ტვინი შენს დოფამინის სისტემას. იმედი მაქვს მიხვდით მისი აზროვნების სქემას. ის მამაკაცებს ექცევა როგორც გამომწერებს, როგორც ფოლოვერებს. უბრალოდ ოდნავ ყურადღება უნდა მიაქციო ყველას, რომ გამოწერა არ გააუქმონ. თორემ მერე მისი სტატუსი შეირყევა. იმიტომ რომ მთელი მისი შინაარსი მის მაგ გამომწერებზე დგას. თუ შენ ფიქრობ, რომ შენ მარტო ერთი ჰყავხარ მასეთი, მაშინ შენ პაცაცუნა კნუტივით გულჩვილი ყოფილხარ, რომელმაც პიტბულს მიენდო. ეგ იმავე დონის სიბრიყვეა, ბულს რომ ეგონოს, რომ ობობას მასთან უბრალოდ მეგობრობა უნდა. ის შენ უკვე დიდი ხანია, რაც ძალიან მარტივად გპროგნოზირებს. შენს სურვილებს ის შენზე უკეთ ხვდება და ხედავს.
მან ზუსტად იცის, რომ შენ ყურებამდე ღიმილით გაგიხარდებოდა, ერთი წვეთი ინიციატივაც კი რომ წამოსულიყო მისი მხრიდან. მან ზუსტად იცის, რომ დღესვე რომ შეგხვედრო და შენზე ბედნიერი არავინ იქნებოდა. მაგრამ რატომღაც ის ამ ყველაფერს არ აკეთებს. და იცი რატომ არ აკეთებს? იმიტომ რომ მონას მაგიდასთან ეძახიან მაშინ, როდესაც ნამცეცების აკრეფა არის საჭირო. ბევრისთვის ნაცნობი სიტუაცია, როდესაც შენ ხელახლა კითხულობ მასთან თქვენს დიალოგს და უცებ ხედავ, რომ ის ონლაინში შემოვიდა. უცებ გამოიყოფა დოფამინი და ადრენალინი და შენი გულისცემა ჩქარდება. აი ახლა დაიწერება ბეჭდავს, ახლა დაიწერება მოლოდინში ხარ, მაგრამ რატომღაც არ იწერება. იმიტომ რომ ის მაგ დროს თავის დაქალს უყვება და ერთად დაგცინია, თუ რამდენად საწოდავად დასდევ მას. მაგრამ შენ ამ რეალობას თვალს არ უსწორებ, შენ მილიონ არგუმენტს მოიფიქრებ იმისთვის, რომ გაამართლო მისი ექსიჩუმე და დისტანცია. სხვათა შორის, თუ შენ ამ ვიდეოს შემდეგ უბრალოდ აღარ გახვალ მასთან კონტაქტზე, ის რამდენიმე კვირაში თვითონ აქეთ დაგეკონტაქტება. და იცი რატომ მოგწერს? იმიტომ რომ გადაამოწმოს, ხომ არ დააკლდა გამომწერი, თორემ რაღაც უკვე დიდი ხანია რაც ჩუმად ხარ. სად წავიდა ჩემი გადანახული რიგით მე-17 კლოუნი, რატომ არ მწერს, რატომ არ მართობს ჩატშიო? სად წავიდა ჩემი უფასო ანიმატორი, ვინ მოიპარა? მოდი ახლა გავერკვიოთ, სად დაიკარგე ბიჭო, რატომ არ მაძლევ ყურადღების მორიგ დოზას? დავიჯერო გამამაცდი და გაიქეცი ტყვეობიდან. არაფერიც, ისე უბრალოდ შენ ვერსად გაიქცევი. ძალიან მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ასეთი ტიპაჟის ქალებს ძალიან კეთილი და კარგი გოგოს იმიჯი აქვთ შექმნილი და მაგ იმიჯზე ძალიან ზრუნავენ. ზუსტად მაგიტომ დავარქვი ყველაზე მზაკრული. მათ გამოუცდელი თვალით ეგრევე ვერც შეატყობ, რომ რაღაც ისი არ არის. ის ძალიან რბილია, საყვარელია, მოსიყვარულე და კეთილია. შენ უბრალოდ ვერ დაიჯერებ, რომ მაგ ნიღბის უკან ენერგოვამპირი იმალება, რომლის მოტივაციაც არის მორიგი ლოხისგან ყველა მისი მორალური ძალის ბოლო წვეთამდე გამოწვევა და შესრუტვა. ასეთი ტიპაჟის ქალები უმეტეს შემთხვევაში ურთიერთობისთვის ირჩევენ მომგებიან მონას. ანუ ისეთ მამაკაცებს, რომლების ახლოს მოშვებაც მათთვის მომგებიანია, თუმცა როგორც პიროვნება ფეხებზეც კიდიათ. შეყვარება კი შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ ისეთი მამაკაცის, რომელიც მის მაგ თამაშს აქეთ გადაათამაშებს და აქეთ კატეხილში დატოვებს. დღეს სითბოს აძლევ, ხვალ სიცივეს. დღეს ეფლირტავები, ხვალ აიგნორებ. შენ უბრალოდ აქეთ აძლევ მას ურთიერთსაპირისპირო სიგნალებს. ის ხომ მიჩვეულია, რომ მამაკაცი მარტივად პროგნოზირებადია. მან ზუსტად იცის, რომ თუ მამაკაცი სტაბილურია, მისი მართვაც მარტივია. შენ კი დღეს ეუბნები, რომ ძალიან უხდება ეგ მაკიაჟი, ხვალ კი ეუბნები, რომ აი იმ შენმა დაქალმა მე მგონი საკმაოდ კარგად დაიკლოს, საკმაოდ კარგად გამოიყურებაო. აზრი იმაშია, რომ მან შენზე უფრო მეტი უნდა იფიქროს, ვიდრე შენ მასზე. ასეთი ტიპაჟის ქალებს უყვარდებათ ის, ვისაც ბოლომდე ვერ აკონტროლებენ, რაც მათთვის გაუგებარია. და ეს პროცესი რამდენადაც მარტივი არ უნდა ჩანდეს, არ არის მარტივი. ამ თამაშის სწორად და მაქსიმალურად ეფექტურად გადათამაშება შეუძლია მხოლოდ გამოცდილ მამაკაცს. გამოცდილება კი ხშირ შემთხვევაში მენტალურად გვაძლიერებს. მენტალური სიძლიერე კი სიბრძნეს გვძენს. სიბრძნე კი იმას გვკარნახობს, რომ ასეთი ტიპაჟის ქალთან ნებისმიერი ტიპის ურთიერთობას არაფერი აზრი არ აქვს. მაგრამ არსებობენ მამაკაცები, რომლებსაც დეტალები აინტერესებთ, რომლებსაც სტრატეგია აინტერესებთ და მაგ მენტალური სიძლიერისა და სიბრძნის შეძენა სურთ. და ზუსტად მათთვის მაქვს დახურული ფასიანი ლექციები. მე მგონი დროა უკვე, რომ მაგ პროცესიდან გამოხვიდე და შენი პიროვნებისა და მენტალობის გაძლიერებაზე იზრუნო. ვიდეო ლექციების გმული ტრადიციულად აღწერაში და პირველ კომენტარშია. შესაძენად მომწერე WhatsApp-ზე.